ეს არის კორუფციული ინტერესი, კონკრეტულად კი კერძო ინტერესი, კერძო პირთა, ქართული ოცნების პარტიულ შემომწირველთა ინტერესი და რაც მთავარია, უმთავრესი ივანიშვილის პირადი ინტერესი, რომელიც ნათლად იკვეთება ლაგუნავერეს პროექტთან დაკავშირებით. კოსტავა 79-ს 100%-იანი წილის მფლობელი არის საქველმოქმედო ფონდი ქართულ და რეალურად ლაგუნავერეს ტერიტორია, რომელიც გვპირდებოდა კალაძე რომ უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსულიყო, რეალურად გასხვისდა ისეთ ადამიანზე, რომელიც ისევ და ისევ ივანიშვილის გარემოცვის აქტიური წევრია. ჩვენ ვახსენეთ ელიტური კორუფცია. რეალურად ამ ყველა 5 პროექტიდან ყველაში ფიქსირდება ძალიან მაღალი რისკი ელიტური კორუფციის, ქართული ოცნების პარლამენტარების ოჯახის გარემოცვის, მათ შორის წილოსანის, გოჩაენუქიძის, აქ აღსანიშნავია ნოშრევან ნამორაძე, ჩხარტიშვილი, ძალიან ბევრი, რომლებიც პირდაპირ იკვეთება პარტიულ შემომწირველება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. ნახეთ, კედელი ეგრეთ წოდებული სისტემა ეს შექმნა ივანიშვილმა. ძალიან კარგად იცის ყველამ რას აწერდნენ ხელს, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა რომ წინ აღუდგნენ ამ სისტემას, იმიტომ რომ ამ სისტემამ მოიყვანა ისინი, მისცა მათ მანდატები და უთხრა რომ ნებისმიერი ჩემი კორუფციული იქნება ეს თუ არასწორი გადაწყვეტილება, შენ უნდა გაამართლო, იმიტომ რომ ასე ჭირდება ივანიშვილს და ასე ჭირდება პარტიას იმისთვის რომ 2024 წლისთვის მორიგჯერ მოისყიდოს ამომრჩეველი და მორიგჯერ სცადოს არჩევნების გაყალბება. ნახეთ, ჩვენ გუშინ 7 საათიანი კომისიის ხდომა გამოვიარეთ და მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში არ დაგვიტოვებია არგუმენტი სეისმოლოგიით დაწყებული, გეოლოგიით გაგრძელებული, სატრანსპორტო პოლიტიკით დამთავრებული, საერთოდ ურბანულ გარემოზე რომ არაფერი ვთქვა, თუ ჩვენი კომპეტენცია არ კმაროთ და ექსპერტები მოვიყვანეთ, რომლებსაც დაუწუნეს ცოდნა და აუწუნეს კონკრეტულად პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ორიენტაცია მიუხედავად იმისა, რომ მართლაც დამოუკიდებელი ექსპერტები არიან და მათ არ დაუწყიათ ახლა ამ კონკრეტული პროექტების განხილვით თავისი საქმიანობა, მაგრამ ამ ადამიანებს არც საზოგადოებრივი პროტესტი ეს ადამიანები შეაჩერეს. საერთოდ არაზრადაც კი არ გაუვლიათ რომ ან რაიმე შეესწორებინათ, ან რაიმე ოდნავ მაინც გადაედოთ, რომ მოქალაქეთა ჩართულობის გამართლება გამოეხატათ. ნახეთ, მე დღეს ვახსენე ევროკომისიის რეკომენდაციათაგან უმნიშვნელოვანესი იყო მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ეტაპებზე და მათ დღეს საჯარო სხდომაზე ხალხიც არ შემოუშვეს. ეს იყო წარმოუდგენელი სიმახინჯე, საჯარო სხდომის ესე მისაკუთრება და ჩაკეტვა, ამათგან გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ უკვე ყველანაირ ზღვარს გადადიან.